Განუყურეთ ბიზნეს კურიერს, დღეს 19 აპრილია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ, მოგესალმებით. ნაცების მონოპოლია ტვირთების ტრანზიტში ჩემმა დეიდაშვილმა დაანგრია, აცხადებს ივანიშვილი, ძველი წესები კი დაინგრა, მართალია, თუმცა მათ გარეშე კომპანიები ახლა ერთმანეთს ეომებიან. ხოლო მონოპოლია ისევ სახეზეა, ტერმინალებს ფოჩის საავტომობილო იმპორტის სერვისი კვლავ შეზღუდული აქვს, რაც ფულის ფავარი წყარო იყო, შეზღუდვის დოკუმენტი კი გრიფით საიდუმლოა. როდის აღდგება სამართლიანობა, მთავრობას პასუხი არ აქვს და ვერც იმას ამბობს, როგორ აპირებს ამას ან რა პრინციპი გამოიყენა იმ ორ შემთხვევაში, როდესაც ქონება უკან დააბრუნა. სანამ წავე ბიზნეს თემებზე გადავალთ, ხვალ აღდგომა და ჩვენც რელიგიის თემით დავიწყებთ, რომელზეც როგორც ირკვევა, ფულის კეთება არც ისე რთულია, მაშინაც კი თუ არც სანთელს ყიდი და არც თუნდაც სამარხო საკვებს. საკმარისია გაყიდო დასტური, რომ საკვები სამარხოა ან სანთელი ნაკურთხი. ამით კომპანია სისტემამ ჯვრის ფორმის ჰოლოგრამები დაბეჭდა და სამარხო პროდუქტის მწარმოებლებს ცალის სამთეთრად ყიდვა შესთავაზა. ამბობს, რომ კურთხევა პატრიარქისგან აქვს მიღებული და სარეკლამო კამპანიასაც სწორედ ამაზე აგებს. მწვანე ჰოლოგრამიანი სამარხო პროდუქტი მაღაზიებში უკვე გამოჩნდა. პირველი მერცხალი იმპორტიორი კომპანია ალიანს ჰოლდინგია, რომელმაც საწყის ეტაპზე 40,000 სტიკერი შეიძინა და საკუთარ პროდუქტზე დაიტანა. ჯერ ერთი თვეც არ გასულა და მეწარმე უკვე მაკარონის გაზრდილ რეალიზაციაზე საუბრობს. მიზეზი ამ სტიკერის დაკრობისა ჩვენ პროდუქციაზე იყო ის, რომ მომხმარებელს ადვილად შესაძლებოდა გარჩევა სამარხო და არასამარხო პროდუქტის ერთმანეთისგან. პროდუქტის სტიკერის დაკრობამ გააუმჯობესა გაყიდვები საკმაოდ დიდი პროცენტით. მაგალითად, დაახლოებით 3 თვის სტოკი ამოიყიდა ბოლო 25-26 დღეში. სამარხო პროდუქტის აღმნიშვნელი ჰოლოგრამის გაყიდვის იდეა არმაზ მეტრეველს და მის კომპანიონს ეკუთვნით. დიდი ბრიტანეთიდან ახლახანს დაბრუნებულმა ბიზნესში თავისუფალი ნიშა მოძებნა და შეპესე სისტემა დააფუძნა, რომელიც ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე სტიკერებს გაყიდის. პროექტი ნებაყოფლობითია და მეწარმეების იძულებას არ გულისხმობს. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მისდევს ასეთ სამარხო პროცესს იცავს და ძალიან ხშირად მათგან მსმენია, რომ ეს არის დიდი ხათაბალა და თავსატეხი, როდესაც შედიხარ მაღაზიაში, სუპერმარკეტში და ცდილობ რომ არჩიო შენთვის სასურველი სამარხო პროდუქტი. ჩვენ ვთვლით, რომ ამ იდეით დავეხმარებით ძალიან მარხულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ რომ კონდეთ გარანტია იმისა, რომ რასაც ისინი გტყობენ, ნამდვილად არის სამარხო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. სარეკლამო რგოლის შინაარსის მიუხედავად საპატრიარქოში პროექტთან კავშირს უარყოფენ. ეს წამოწყება, რომ კერძო ბიზნესია, იდეის ავტორიც ადასტურებს. თუმცა რაკი საქმე რელიგიური ნიშნით ბიზნესის კეთებას ეხება, კურთხევა პირადად პატრიარქისგან მიიღო და სარეკლამო კამპანიაც მორწმუნე მომხმარებლისთვის ყველაზე ფაქიზი და ყურადსაღები თემით დაიწყო. მართლმადიდებლური სიმბოლიკის მოტივებზე შეიქმნა ჰოლოგრამის ლოგოც და სახელიც. ეს არის ჯვრის გამოსახულება, ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ეკრანზე, რომ ეს არის სამ-სამი ხაზები, ეს ქმნის ჯვრის ეფექტს. უფრო ტევადია ჩვენი აზრით სიტყვა სამარხო, ვიდრე უბრალოდ სცენარეული. ერთადერთი რითიც არის საპატრიარქო ჩართული იმ პროექტით, იმით რომ პატრიარქმა მოიწონა ჩვენი ეს იდეა, მოგწვა ამაზე კურთხევა. სტიკერის ღირებულება შეკვეთის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ცალობით ერთი ცალი ჰოლოგრამა 3 თეთრი ღირს. თუმცა ვიდრე პროდუქტზე მისი დაკვრვის უფლებას მიიღებს, მეწარმეს საქონლის შემადგენლობის შემოწმება მოუწევს. ჩვენმა ლაბორატორიამ ასე ვთქვათ დაანერგა ის მეთოდიკა, რომელიც საშუალებას იძლევა აღნიშნული პროდუქცია, რომელიც მოწოდებული იქნება, შემოწმეს ნამდვილად არის თუ არა ის სამარხო და შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თუ არა. რაც შეეხება დროს და ფასს, ხანგრძლივობა პროცედურის არის დამოკიდებული, ანუ რაღაც გარკვეულ სხვადასხვა პროდუქტებს სხვადასხვა დროს ჭირდება. ზოგადად არის 3-დან 5 დღემდე მაქსიმუმი და თანხმობრივად ღირს 70 ლარი კონკრეტულად ამ კომპანიის პროდუქციის შემოწმების შემთხვევაში. მორწმუნე მყიდველების ყურადღების გამახვილების შემდეგ შეპესე სისტემა აქტიურ მოლაპარაკებას მეწარმეებთან დაიწყებს.
ახლა კი დაპირებული სამართლიანობის აღდგენა, რომლის აქტუალობა არჩევნების შემდეგ მხოლოდ იზრდება, რადგან შექმნილ მოლოდინს მთავრობა ვერ პასუხობს. ამ დრომდე მხოლოდ ორი ფაქტია, როდესაც მფლობელს ქონება დაუბრუნდა. რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მთავრობამ ამ ორ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას და რას უპირებს სხვა მომჩივანებს? ამ თემაზე საუბარს ყველა სამთავრობო უწყება მთავი არის და ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი კი, რომელსაც ქონება სიღნაღში საინვესტიციო ვალდებულებით ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ამბობს, რომ საკითხი ეკონომიკის სამინისტრომ სულ რაღაც ერთ თვეში გადაუწყვიტა, ოღონდ ამას იურისტთა მთელი ჯგუფის დაქირავება დასჭირდა. ტექნიკურად შესრულებული დაბრუნების თვალსაზრისით უფრო მარტივი იყო ამის დაბრუნება, იმიტომ რომ ისევ სახელმწიფო საკუთრებაში იყო ეს ერთი. თავარი არის რომ დაბრუნდა ქონება, აქ დაიხარჯება ძალიან დიდი თანხა, ეს რეგიონისთვისაც კარგი იქნება. რაც შეეხება დანარჩენი ქონებების დაბრუნების საკითხს, ამაზე მუშაობთ საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ჯგუფი. მასში ჩართული არიან როგორც იურისტები, ისე ეკონომისტები და მე დარწმუნებული ვარ, დანარჩენ ქონებასაც ბატონი ივანე ჩხარტიშვილი დაიბრუნებს. იურისტთა გაცილებით დიდ ჯგუფს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არაფერი გამოსდის. ისინი საავიაციო ქარხნის უკან დაბრუნებას ცდილობენ და მტკიცებულებაც აქვთ, რომ მფლობელს ქონება იძულებით ჩამოერთვა, თუმცა მთავრობა გადაწყვეტილებას არ იღებს. იურისტები ფიქრობენ, რომ ამ ქონების დათმობა მას უბრალოდ არ უნდა. ერთ-ერთი ჩვენ რა საქმეს გვაქვს აღებული ოფიციალურ და საადვოკატო დახმარებას უწევთ არის 31 საავიაციო ქარხანის დაზარალებული აქციონერები, რომლებსაც აიძულეს 2010 წელს რომ ეჩვქებინა სახელმწიფოსთვის ავიანტიკუთვნილი აქციები. ეს საკუთრება დღეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში. და ჩვენ სანამ სარჩელს შევიტანით, მანამდე ვთხოვეთ, შევხვდით, რომ იქნებ ნებაყოფლობით მომხდარიყო ამის გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია დანახვა იმისა, რომ არა იძულება პროკურატურაში დაბარება თუ ასე შემდეგ, ეს ადამიანები საკუთრებას არ აჩუქებდნენ სახელმწიფოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რატო იწელება? არ ვიცი, შეიძლება ახალი ინტერესები იყოს ამასთან დაკავშირებული. ამ თემაზე საუბარში ახლა ნოდარ ჯავახიშვილი, ქართულ ბანკის პრეზიდენტი და აკაკი ჩარგეიშვილი, საადვოკატო დარბაზის პარტნიორი ჩაგვერთვებიან. ქართულ ბანკს უშუალოდ შეეხო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, აკაკი ჩარგეიშვილი კი ასეთ რამდენიმე საქმეს უძღვება ჯერჯერობით უშედეგოდ. მოგესალმებით ბატონებო და ბატონ ნოდარს მიმართავ პირველ რიგში, რადგან ქართულ ბანკი იყო პირველი, რომელსაც სამართლიანობა მიიღო, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ეგიდის ფარგლებში. მართალია შემდეგ ივანიშვილმა თქვა, რომ საქმე ბოლომდე არ მისულა. გითხარით, თქვენი დაკვირვებით, რა არის ის კრიტერიუმი, რადგან მთავრობა ხელმძღვანელობს, როდესაც აი ეს გადაწყვეტილებებს იღებს და ხომ არ არის, იმიტომ ესეთი მოსაზრება გაჩნდა პირველ რიგში ამ ესეთი კრიტერიუმი მომჩივანის პოლიტიკური კუთვნილების საკითხი. ხო, ჯერ პირველ რიგში მინდა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მიულოცო ეს დღეები ზოგადად და ხვალინდელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მე მინდა შევაფასო ჩემო კახი შენი განცხადება. რომელი? ანუ გამოვიდა რომ ეს არის პირველი ბანკი, პირველი ყოფილა ქართულ ბანკი, რომელმაც დაიბრუნა. და საიდან აკეთებთ ამ დასკვნას? პირველი იყო, რომელმაც აი გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში აი მიიღო ეს ყურადღება, თუმცა ბოლომდე მე ვახსენე რომ არ დასრულდა. მაბათია, რა ყურადღება არავის არ ჭირდება, ყველა სჭირდება აღიდგინოს სამართალი. და სამწუხაროდ არც ქართულ ბანკში არ აღდგენილა სამართალი და ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, ვისაც გეჩვიგებარებათ მობძანდით და ანგარიშებს განახებთ, თუ არა და ესეთ ხმამაღალ განცხადებებს ნუ გააკეთებთ. რატომ აი თქვათ რა უშლის ხელს აი ამ პროცესის რა უშლის ეს შეკითხვა სამწუხაროდ შესაძლებელია კი თუ საერთოდ. მაგრამ მაქვს ეჭვი რომ ამას ხელს უშლის ზოგიერთი ჟურნალისტიც. იმიტომ რომ მახსოვს რომ ორჯერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს პროვოკაციული შეკითხვა, რატო იწყებენ თქვათ ბანკის მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ მაშინ როცა თქვენ ქონებებზია საუბარიო და მაშინ ორჯერმე ბატონმა ბიძინამ ჩემ და სამწუხაროდ გააკეთა განცხადება, რომ ჩემ ქონებებს დაანებეთ თავიო. თქვენ სამართალს ეს ეყოფთ, ხო? ესე იგი ჩემი შვილი თუ მოკლეს არ უნდა გამოიძიონ, სხვისი თუ მოკლეს გამოიძიონ. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო დანაშაული, სადაც აღვირახსნილად იყო ჩართული ხელისუფლების ყველა შტო და პირველ რიგში უნდა გამოძიებული იყო ეს თუ ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე გვექნებოდა რამე საუბარი. სამწუხაროდ დღესაც კი ჩვენ ნახევარი აღუდგენელი გვაქვს ის ბანდიტურად წართმეული ქონებებისა და თანხებისა, რომელიც მაშინ წაგვართვეს და თვითონ საქმე ნახევრამდეც არ არის მიყვანილი. და ის რომ ნახევარი თანხები დავიბრუნეთ, მე აქ ნამდვილად არ ვიტყვი, საფუძველი არ მაქვს და იმიტომ რომ ეს იყო გამოძიების შესანიშნავი ქმედებების შედეგი. უბრალოდ ბევრმა მათგანმა, ვინც მიიღო ამ სქემაში მონაწილეობა ქართულ ბანკის წინააღმდეგ,
არ ვიცი მე ნამუსმა შეაწუხათ სინდისმა თუ პერსპექტივის შიშმა მოვიდნენ ბატონო და აღადგინეს თავიანთი ასე ვთქვათ ჩვენთვის წარქმეული ანუ საჭიროება აღარ დარჩა რომ ბოლომდე მივიდეს საქმე რაღაც როგორ არ დარჩა ბატონო ჩვენ ან სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ ან ფულის დაბრუნებაზე სამართლიანობა ითხოვს ყველა შემთხვევაში დამნაშავე დაისაჯოს თუმცა სანულებით რომ ჩვენი ასე ვთქვათ სქემაში მონაწილეების ნახევარი თანხაში აღვადგინეთ როგორც ცესხი, თორე ფული 1-2 მცირე თანხის გარდა არავის არ მოუტანია აქ. დანარჩენი ნახევარი დღესაც ჰაერშია და დიდი შანსია რომ საერთოდ ვერ აღვიდგენთ იმ თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში დამეთანხმე სანახევროდაც არ მომხდარა რა თუ ვთქვათ ოდნავაც არ მომხდარა რა იმის კომპენსირება როდესაც აი ვთქვათ ასეთი უსამართლობა იყო დავიწყოთ 20-იანი წლებიდან ხო გაკულაკება და ასე შემდეგ თქვენი აზრით საჭიროა თუ არა თუ მთავრობა ინარჩუნებს აი ამ დაპირებას რომ სამართლიანობას აღვადგენ დაასვას კონკრეტული თარიღი რომ დაწყებული აი აქედან თორემ აი მხოლოდ აი 2012 წლის მერე თქვათ შესული განცხადებების ამ თემაზე რიცხვი არის 9600 კბილაშვილის ბოლო განცხადები თუმცა ეხლა მოვითხოვეთ და არაფერი არ მოგწეს ესეთი ინფორმაცია ხო ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე შემოაგაკი პასუხის გაცემა იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვიცი რამდენად ბევრია იქ მაგრამ როგორც კი დავიწყებთ რაღაცის დაყოფას რომ აი იმას ვაპატიოთ და აი ეს დავსაჯოთ უკვე სამართლიანობიდან ძალიან შორს ვართ. ხო, მაშინ ალბათ უარი უნდა ითქვას, ხო, ამ თეზაზე, რა თქვა, ამ პროექტზე ასე. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მოესწრება, ერთ-ერთი უნდა ინტენსიურად იმუშაოს და მაღალკვალიფიციურად და ბევრ შემთხვევაში არაფერი მოსასწრები არ არის. გეტყვით, რომ ჩვენ შემთხვევაში არის რაღაც საკითხები, სადაც ხელს უშლის, თქვა ის, რომ ნაწილია სქემაში მონაწილეებისა გაქცეულია საზოგადოება, თქვა ზებნა ზოგზე გამოცხადებული, ზოგზე არც დაუწყიათ ზებნა. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, არა, ზოგიერთ შემთხვევაში არაფერი არ არის გამოსაძიებელი. მე თვითონ მქონია პროკურორებთან საუბარი. ხო, მაგრამ ძვირი ჯდება, აი თქვა იუსტიციის მინისტრმა ახსენა ესეა, ძალიან ძვირი დაჯდება, ხო, აი თქვა იგივე 31 ქარხანა ესე ხელის მოსმით რომ დაუბრუნონ, იქ საგადასახადო ვალდებულებები ჩამოაწერონ, შეუძლია სახელმწიფოს აწიოს ასეთი ტვირთი. არა, იქ კიდე სხვა საკითხებია, ნახეთ. აი წეგანდელ თქვენ სიუჟეტში იყო, რომ ვანო ჩხარტიშვილს რაღაცა დაუბრუნებია. თუ მანდედან დაიწყებ, მაშინ სამართლიანობიდან ძალიან შორს ხარ. იქნებ ჯერ კითხონ ვანო ჩხარტიშვილს ის საიდან ქონდა. ხო და მასე თუ ჩავყევით მე მივალთ იქამდე რომ არა თუ არ ჩავყევით რას ქვია ბაბატიეთ რა ესე იგი უსამართლობა მხოლოდ ის არის როცა ვანო ჩხარტიშვილი კარგავს თელ საქართველოს უპარავდა ფულს ის არ იყო უსამართლობა რაღაც ეტაპიდან თუ იწყებს ზუსტად მანდ გადიხარ როცა საქართველოს 3 მილიონი ნახევარ მოსახლეობას ქურდავდა და აყაშაღებდა ის არ ყოფილა დანაშაული და ეხლა თურმე ეს მილიონი აღუდგენია და სამართლიანობა აღდგა ეს არ არის სამართლიანობა. რა უნდა გაკეთდეს? აი ესეთ ერთი შეხედვით გამოვალ სიტუაციაში, როცა ერთის ხრივ ესეც გვაქვს, ისიც გვაქვს, რაც გარდაუვალია და უმეტეს შემთხვევაში არაფერი არ არის. მაპატია თქვენ შემოგიძლია არანაირი გამოვალი სიტუაცია არ არსებობს. აი პროკურორთან მქონდა საუბარი. კაი ბატონო, ლუხუნ კამპანაძე გაქცეულია და ზებნა გამოცხადებული იმაზე, მაგრამ ზარქვა რატო არ დაკითხეს წელიწადნახევრის განმავლობაში? ამაზე პასუხი გამცეს რომელიმე პროკურორმა. რა არის გაუკეთებელი? ანუ პროკურატურის ხაზით უნდა გაძლიერდეს ამ. გადაცემული გვაქვს ყველა საბუთი, პირველადი დოკუმენტის შეფასებას, ერთადერთი არის დარჩენილი, რომ კითხო, რომ რატო აკეთებდი შემამაძაღლო ამასო. მეტი არაფერი არ არის დარჩენილი და წელიწადნახევარი ვერ გაუკეთებიათ. რაზეა საუბარი? ანუ თქვენ ვიტყვით პროკურატურის ტვირთი არის ეს მეტწილად აი ამის განხორციელება, რაც დაპირდა ხელისუფლება ხალხს. რა საკვირველია? კეთილი. დიახ, დიდი მადლობა. გადავიდეთ ხა უკვე ადვოკატთან, რომელსაც მთელი სპექტრი აქვს, თქვათ, საქმეების, სადაც აი სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ეს არის უძრავი ქონების დაბრუნება, საგადასახადო არასწორად და უკანონოდ შეწერილი, თქვათ, ვალდებულებების ჩამოწერა თუ უარისთქმა და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ აი რაც ყველაზე მარტივია ერთი შეხედვით, თუ კი მტკიცებულება არის სახელმწიფოსთვის, რომ თქვათ, გადაწყვიტოს ეს საქმე. არასწორად უკანონოდ დარიცხული საგადასახადო, თქვათ, ვალდებულებების თუ ჯარიმების ჩამოწერა. აი ამ ხრივ მიდის სახელმწიფო იმაზე, რომ მარტივად გადაჭრას ეს საკითხები, თქვათ, სასამართლოს გავლის გარეშე უშუალოდ ფინანსთა სამინისტრო. მოგესალმებით, დიდი მადლობა და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გილოცავ და უერთდები ყველა მელოცვას, რომელიც აქამდე იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში იმ საქმეებს, რომლებიც შეეხება ჩამორთმეულს და წართმეულს და წესით მარტივად გადასაწყვეტი უნდა იყოს, თუ კი არის მტკიცებულებები, თქვა. დიახ, ერთის მხრივ მტკიცებულებების არსებობა უკავშირდება იურიდიულად ხანდაზმულობის ვადებს ამასთან ერთად.
ამიტომ ყოველი კონკრეტული საქმე ზოგადად რა თქმა უნდა ხა პოლიტიკურ შეფასებას მე ვერ მივცემ, მაგრამ ზოგადად არსებობს ეს საკითხი ძალიან ცხარე და თქვენს დისკუსიაშიც ახლა ეს დადასტურდა. მეორე არის უკვე კონკრეტული ინდივიდების, სუბიექტების, ანუ ბიზნესების მიმართ, რომელთა მიმართაც ეს განხორციელდა და რომელთა მიმართაც ეს სამწუხაროდ ასეც ჰქონდა ადგილი. ასეთ შემთხვევაში ყოველი კონკრეტული მოთხოვნა არსებობს და ეს არ არის ზოგადად ყველას მოთხოვნა ერთდროულად ხომ, იმიტომ რომ ყველა საქმე არის ინდივიდუალიზირებული. ხო და ამიტომ ინდივიდუალური საქმე რო განვიხილოთ, თქვა სახელის და გვარების დასახელების გარშემო პროცესია. აი შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, როდესაც თქვენ მიიჩნევთ, რომ ძალიან მარტივი იყო გადასაწყვეტი დროს თქვენ გახსოვთ, მიდიოდა დასავლეთის მიმართულებით ცენტრალური მაგისტრალის, საგზაო მაგისტრალის მშენებლობა. აქ საჭირო იყო ძალიან დიდი რაოდენობით მომარაგება, ქვიშა, ღორღი, ხრეში და ასე შემდეგ. ეს საქმიანობა რომ ამარაგო და მოიპოვა ინერტული მასალა საჭიროებს გარკვეულ ლიცენზიას და კონკრეტულ კომპანიებს ჰქონდათ ამ ტიპის ლიცენზიები. იმიტომ რომ სახელისუფლებო კონტროლი ყოფილიყო ასეთი ტიპის ბიზნესში, მოიფიქრეს ესეთი სქემა, რომ მივიდნენ კონკრეტულ კომპანიაში, ესე იგი შეამოწმეს საგადასახადო კუთხით, როდესაც აღმოჩნდა, რომ პრობლემები კომპანიას არ ჰქონდა, ამ შემთხვევაში უკვე მოხდა სალიცენზიო პირობების გადასინჯვა, მოხდა კონკრეტული სამხარეულის ასე ვთქვათ ექსპერტიზის ბიუროდან კონკრეტული დასკვნის გაცემა, რომ ის არ შეესაბამებოდა მოცემულ სიმძლავრეები გამოშვებული პროდუქციის ოდენობას და ამაზე აიგო ყველაფერი და მილიონობით სამწუხაროდ მილიონობით დაიწყო. არათუ ლიცენზია ჩამოერთვა, ჯარიმა დააარსა. აბსოლუტურად მართლა. და რა ხდება ეხლა დღეს? ასეთ შემთხვევაში ჩვენ იძულებული გავხდით, ვინაიდან სახელისუფლებო ასე ვთქვათ მარწუხები შეიცვალა ერთის მხრივ, ჩვენ მოვინდომეთ, რომ დაგვედასტურებინა სახელმწიფოსთვის, რომ ეს დარიცხვა იყო არასწორი და იურიდიულად და სამართლებრივი კუთხით მივდექით ამას. მივმართეთ სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს ხელახლა, ჩვენ მივიღეთ ახალი დასკვნა, აბსოლუტურად განსხვავებული წინა დასკვნისაგან, რომლის საფუძველზეც მოხდა ესეთი ტიპის დარიცხვები. შესაბამისად, როგორც ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოება, იმიტომ რომ ხანდაზმულობის თავის გააჩნია, შევიტანეთ. სამწუხაროდ, დიახ, სამწუხაროდ სამინისტროშიც და იქ ამ შემთხვევაში დავის განხილვის საბჭოში რამოდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან არის იქ, ვიდრე ეს ყველაფერი ხორციელდებოდა და ერთიანი გადაწყვეტილებით სამინისტრომ თავი შეიკავა და ეკმაყოფილებინა ჩვენი მოთხოვნები. ანუ ესეც პრობლემაა, რომ თქვათ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ, თქვათ ამაში დიდი დოზით დღესაც არიან იქ თავის ადგილებზე და შესაბამისად თავიანთ თავს უნდა გამოუტანონ განაჩენი. არა მარტო დავის განხილვის საბჭოში, არამედ ზოგადად სისტემაში იქნება ეს პროკურატურის ორგანოები, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა შემთხვევა და ისეთ შემთხვევასაც გქონდა ადგილი, როდესაც მივედით კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტული გვარებით, კონკრეტული ბიზნესით და აღმოჩნდა, რომ გამოძებელი, რომელმაც დაკითხვა ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეს როგორც მოწმის ჩაატარა, ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ეს არ ვიცოდით და აღმოჩნდით ძალიან ცუდ ფაქტის. და აქვე კითხავთ, რომ თუ კი თქვათ აი ეს მომენტი არ არის, ეს შეიძლება ცდება თქვათ ჩვენს თემას, მაგრამ ის თქვათ არასწორი საგადასახადო დარიცხვები, რაც დღეს გვაქვს და ამაზე არის თქვათ დავა, სხვანაირად წყდება? თქვათ ამ შემთხვევაში მარტივად მოდის თქვათ ფინანსთა სამინისტრო იმაზე რომ ჩამოწეროს ესეთი. იცით, კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არის ინდივიდუალური საკითხები. ყველა თქვენი შტაბ-შტილება ზოგადად გამოცდილებიდან გამოდიოდა. მე რამდენადაც ხვდები ამ შემთხვევაში აღმოსრულებელი ხელისუფლება თავს არიდებს და უფრო მეტ მიზანს სასამართლოსკენ მიდის, ასე ვთქვათ, რომ პროცესი გაიწელება და ეს საკითხი უფრო აქეთკენ მიდის სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა ამ ანალიზში რომ მოგვეხმარეთ. მოგეხმარეთ. რეკლამის შემდეგ კი მონოპოლია გადაზიდვებში ისევ სახეზეა, თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მისმა დეიდაშვილმა ასეთი სქემები უკვე დაანგრია. იქ სადაც თამაშის ძველი წესები მართლაც დაინგრა, კომპანიები ახლა ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ და ომს იწყებენ. კომპანიებს ჭიდილი მთავრობასთანაც უწევთ, რომ მან ბაზარზე ახალი მონოპოლისტი არ შექმნას, რატომ ენიჭება ექსკლუზიური უფლებები სახელმწიფო პოსტას და რას მოუტანს ეს მომხმარებელს. დაგველოდოთ. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს, ნაცების მონოპოლია ტვირთების ტრანზიტში, ჩემა დეიდაშვილმა დაანგრია, აცხადებს ივანიშვილი, მანვე დაალაგა ურთიერთობა აზერბაიჯანის მთავრობასთან, საიდანაც ტვირთების დიდი წილი მოდიოდა და რომელთაც კეზერაშვილის კომპანია ემსახურებოდა. ერთი საკითხია, რა სტატუსით აწარმოა მოლაპარაკება კერძო პირმა, უჩა მამაცაშვილმა აზერბაიჯანთან და მეორე ის, რომ თამაშის ძველი წესების დანგრევამ კომპანიებს შორის ომი გამოიწვია, რომელიც სულ უფრო მწვავდება. შედეგად კი გადაზიდვების მოცულობა თანდათან იცემა. უჩამ მათ რიცხვში იმუშავა ძალიან ბევრი, ეხლაც იყო ჩასული ერთი კვირით ბაქოში კიდევ
ამ ტრანზიტების პრობლემა არსებობს, რაც საქართველოს სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ჩვენ ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რასაც ინაწილებდნენ ნაცები, ყველაფერი ხوارდება დღეს სახელმწიფოს და უჩას მაგაში ლომის სულელი აქვს. ბათუმის პორტში ტურისტების მომსახურებისას კეზერაშვილის კომპანიას მართლაც ჰქონდა ექსკლუზივი, რომელიც გაუქმდა თამაშის წესებიც, რამაც ამ სფეროს მოთამაშეებს შორის ნამდვილი ომი გამოიწვია. პორტის ყაზახმა დირექტორმა ტვირთების მომსახურება ყაზახურ კომპანიებს გადააბარა, ქართული ტრანსსისტემა მას კრიმინალს უწოდებს, რომელიც ამ სფეროს მონოპოლიზებას ახლა თავად ცდილობს კომპანია ჩარევას მთავრობის განითხოვს. მისი მოსვლის შემდეგ ბათუმში სიტუაცია ძალიან აირია ბათუმის პორტში. ის ცდილობს, რომ თავის მონათესავე მეგობრების და ახლობლების შექმნილ კომპანიებს მიცეს ის დომინანტური და უკეთესი პირობები და გვებძვის ჩვენ ამის გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას მუშაობის პერიოდში ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე, რომ მონაწილეობდა რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელზეც ახლა უკვე საქმე არის აღძრული ყაზახეთში. ალბათ ის სქემები, რომელიც მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, დალაგებული ყაზახეთში თავის დირექტორად მუშაობის პერიოდში, ალბათ ცდილობს ბათუმშიც ანალოგიური სქემებით მუშაობას. თავად პორტის ადმინისტრაცია ახალი მონოპოლიის შექმნას უარყოფს, აცხადებს, რომ ჯერ ისევ ძველის დანგრევის პროცესშია და რომ ასპარეზს ყველას თანაბრად უხსნის. თავის მხრივ კი ტრანსსისტემაში აცხადებენ, რომ თუ კონკურენცია თანაბარია, მაშინ თანაბარი უნდა იყოს ის საბანკო გარანტიები და მოთხოვნები, რასაც პორტი ექსპედიტორებისგან ითხოვს. გვაქვს საბაზო ფასი $6, ასევე 20%-იანი ფასდაკლება, რომლითაც ჩემს მოსვლამდე მხოლოდ ერთი კომპანია სარგებლობდა. ყველა სხვას, ვისაც ბათუმის პორტში უნდა შემოსვლა, საქმე მათთან უნდა დაეჭირა. გეტყვით, რომ ზოგ კომპანიას ისინი ჩვენს საბაზო ფასზე მეტსაც კი აღტევინებდნენ. გვინდა ყველაფერი შევცვალოთ. მონოპოლიურ მდგომარეობაში აღარ იქნება არავინ. ყველას მივეცით უფლება შემოვიდნენ და იმუშაონ ბათუმის პორტში. ერთი თვის განმავლობაში ყველას მივცემთ 20%-იან ფასდაკლებასაც. იმის მიუხედავად მილიონ ტონას შემოიტანს ეს კომპანია თუ 100 ტონას. ეს ჩვენი უფლებაა და ამოცანაც, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ტალღათ ბაიტაზევმა პირველი 2013 წლის პირველი კვარტლის მერე შემოიყვანა ასეთი კომპანია GPM-ს ჯგუფი და GPM-ს ჯგუფს მიცა ანალოგიური შეღავათი 20%-იანი. მაგრამ მიცა ყველანაირი ვალდებულებების გარეშე. ანუ კომპანიასთვის არ იყო, ჩვენთვის იყო 1,250,000 ტონა აუცილებელი შესრულებელი აბიომი, საგარანტიო დადებული ქონდა საბანკო, ვერ შესრულების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბანკო გარანტია პორტს მიქონდა 20%-იანი შეღავათი ყველა გადაზიდულ ტვირთზე, რაც ჩვენ ქონდა, ის უნდა დაგვებრუნებინა და პლუს 20 ცენტი ჯარიმა უნდა გადაგვეხადა. GPM-ს ჯგუფს კიდე ანალოგიური არაფერი არ ქონდა, უბრალო ხელშეკრულება, სადაც ქონდა 20%-იანი შეღავათი. შეპეს ტრანსსისტემა არ შეასრულა ხელშეკრულების ძირითადი დაარსებითი პირობა, რომელიც ეხება საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებას. ნავსადგურმა რამდენჯერმე განუსაზღვრა კონტრაჰენტს დამატებითი ვადა ამ ვალდებულების შესრულებისათვის, სამწუხაროდ ეს ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული. შესაბამისად, ნავსადგურმა დაიტოვა უფლება უარი თქვა შეღავათიანი ტარიფების გამოყენებაზე და თავისუფლად განსაზღვროს სახელშეკრულებრივი პირობები მესამე პირებთან ურთიერთობაში. მონოპოლია რჩება ფოთის პორტშიც, კერძოდ საავტომობილო გადაზიდვების სეგმენტში. ტერმინალები წელიწადზე მეტია მთავრობის ჩარევას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ ტერმინალები თავად იწყებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ სქემა, რომლითაც საავტომობილო კონტეინერის გახსნა დანიური APM-ის ექსკლუზივია, უკანონოა. ამის დამტკიცებას კი სამართლებრივი ექსპერიმენტით ცდილობენ. ამორი კონტეინერის შიგნით იმპორტული ავტომობილები და დანიური APM ტერმინალის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ნაღმია ჩადებული. კონტეინერები მებაჟეებს არა APM ტერმინალის ტერიტორიაზე ელიან, რისი ექსკლუზიური უფლებაც დანიურმა გიგანტმა 2010 წელს მიიღო, არამედ ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის ტერმინალში. ეს ორი კონტეინერი შემოვიტანეთ, დატვირთული არის მსუბუქი ავტომანქანებით. თვითონ მიმღებმა მოითხოვა და მივწერეთ შემოსავლების სამსახურს. მიმღებმაც მიწერა, რომ ამ კონტეინერის დამუშავება მინდა ამ შემთხვევაში ჩვენს საკონტეინერო ტერმინალს. ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. შემდეგ იქნება რა იქნება შემოსავლების სამსახურის ველოდებით. ამის შემდეგ ალბათ სასამართლოს მიმართავ და ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაბრუნებას. დღეს ფოთში მოქმედი საკონტეინერო ტერმინალები აცხადებენ, რომ მათ ბაზრის ყველაზე მსუყე და ადვილად მოსანელებელი ნაჭერი წლების წინ უკანონოდ წაართვეს და რომ APM ტერმინალის სახით ხელოვნურად შექმნეს საავტომობილო გადაზიდვების მონოპოლისტი, რომელმაც ოპერირება უკვე ახალი ხელისუფლების პირობებშიც გააგრძელა.
უფრო სწრაფი არის და რაოდენობრივად უფრო მეტი შემოდიოდა ვიდრე მილი და სხვა პროდუქტი და იმას სხვა მომსახურება უნდა, სხვა ხელსაწყოები უნდა, სხვა მოწყობილობები უნდა, ამიტომ ეს უფრო ადვილი იყო და ბიზნესის კუთხითაც უფრო მეტი შემოსავლიანი არის ვიდრე სხვა პროდუქტი. ეს ამან განაპირობა ამის წართმევა რა. მე ასე დავარქმევ, ეს ჩვენ წაგვართვენ. $200 მეტია იქ ვიდრე ჩვენთან. თუ საავტომობილო გადაზიდვებზე და კონტეინერების გახსნაში ეს ტერმინალები დღე-ღამის განმავლობაში ხსნიდნენ დაახლოებით 400-450 კონტეინერს, ეს ყველა გადავიდა უკვე გერში და დღე-ღამის განმავლობაში ისინი ახერხებენ დაახლოებით 50-60 კონტეინერის გახსნას. შესაბამისად, ეს თვითონ კლიენტზეც არის უკვე აისახა შედეგი. რა თქმა უნდა, ეს არის მონოპოლია სუფთა. კონტეინერები დატვირთული ავტომანქანების გამბაჟება ხდება ერთ ტერმინალზე, გეზის მიმდებარე ტერმინალზე. ამან რა გამოიწვია, როცა ეს ტერმინალებზე მუშაობდა, ამ მომსახურებაზე დამატებით დასაქმებული იყო დაახლოებით 700 ადამიანი. 700 ადამიანი პირველ რიგში განთავისუფლდა, ხო და დამატებით ტერმინალებმა ნახენ, რა თქმა უნდა, ზარალი. სახელმწიფოს მიერ APM ტერმინალისთვის საავტომობილო კონტეინერების მომსახურების ექსკლუზიურ უფლებას ვადა დაახლოებით 1 წელიწადში ეწურება. მონოპოლიურ სქემას საფუძვლად სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება უდევს, რომლის მოშლას ჯორჯიან ტრანსექსპედიციაში სასამართლოს გზით შეეცდებიან. ჩვენ ეს ხელშეკრულება არ გვინახია, ამას ადრე გრიფით საიდუმლო. არ ვიცით. არ გვინახია ეს ხელშეკრულება. რა პირობებია შეგ როგორ მიცა, რა მიცა, ეს ჩვენ არ ვიცით. გაურკვეველია ჩვენთვის. ეხლა ჩვენ მოვიდა ახალი მთავრობა და ახალი მთავრობის მოსვლისთანავე დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, იმიტომ რომ სერიოზული შემოსავლის წყარო იყო მარტო ჩვენთვის არა, მთლიანად საკონტეინერო ტერმინალებისთვის. APM ტერმინალში წერილობით განგვიცხადეს, რომ სქემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, ხოლო ფოჩი მოქმედი ტერმინალის მფლობელები აცხადებენ, რომ ახლა დანიური ჰოლდინგი ცდილობს ახალი ხელშეკრულება გააფორმოს სახელმწიფოსთან და მსგავსი ექსკლუზივი ყველა ტიპის კონტეინერზე მიიღოს. საშიშროება არის იმისა, რომ APM ტერმინალზე გადავა მთლიანად საკონტეინერო მომსახურება. ეს ბუნებრივია გამოიწვევს სხვა ტერმინალების, არსებული სხვა ტერმინალების სამუშაოების შემცირებას და პრაქტიკულად გაუქმებას. ჩვენ რა თქმა უნდა არა ვართ წინააღმდეგი ქალაქში, იმას შესაბამისად ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის, მისი განვითარების, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ტერმინალზე დასაქმებული დაახლოებით 2000 ადამიანი დარჩეს უმუშევარი და რაღაც 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნას. ჩვენ უკვე განუცხადეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომ 1 მაისიდან თუ ეს განხორციელდა, ყველანი განთავისუფლებიან სამსახურებიდან. სასტორზე კი ახლა 2000 სამუშაო ადგილია ქალაქში, რომლის მოსახლეობა 50000 არ აღემატება. ამასთან მუშახელის 90%-ს გარკვეული საბანკო ვალდებულებებიც აქვს აღებული, რაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ზოგან მთავრობა მონოპოლიასთან ბრძოლას აყენებს, ზოგანაც მონოპოლის თავად ქმნის, აცხადებენ საერთაშორისო გადამზიდავი და საკურიერო კომპანიები DHL, TNT და UPS. ისინი მთავრობის გეგმას აპროტესტებენ, რომლითაც 30 კილოგრამამდე ამანათებსა და ფულად გზავნილებზე ექსკლუზივი სახელმწიფო პოსტას გადაეცემა. ამ სეგმენტში მომუშავე 40-ზე მეტი კომპანიისთვის ეს შესაძლოა ბაზრის დატოვების ტოლფასი გახდეს. არასდროს მონოპოლისტი არც ერთ ქვეყანაში არ არის კარგის მომტანი, იმიტომ რომ შეუძლებელი ხდება იქ ფასების რეგულაცია, უკვე შეუძლებელი ხდება სტანდარტების დახვეწა და ხარისხი თავისთავად. საქართველოს პოსტა ხდება მონოპოლისტი. ჩვენ როგორც ქვეყანას გვექნება ძალიან ცუდი რეპუტაცია. საქართველოს პოსტა არის ეს კომპანია, რომელიც არ ღვევს საერთაშორისო საფოსტო კონვენციის მიხედვით დაწესებულ წესების მიხედვითაც არ შეუძლიათ პოსტებს სხვა კომპანიების, კერძო კომპანიების მიერ აგროვებული ამანათები აიღონ და შემდეგ თავისი ქსელებით დაარიგონ ადრესატობამდე. ეს არის უკვე მონოპოლიზებული ორგანოს ჩამოყალიბება საქართველოს პოსტის სახით, რომელიც უკვე ერევა მომხმარებელთა უფლებებში და იძულებით მიაქვს ეს ნაწილი, რომელიც არის 2 კილოგრამამდე კორესპონდენცია და 30 კილომდე არადოკუმენტაცია ტვირთების. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთ ცვლილებას ევროკავშირთან შეთანხმება ითხოვს, თუმცა გამჭვირვალობა საქართველოს ირწმუნება, რომ პირიქით ის სრულ წინააღმდეგობაშია ევროპის მოთხოვნებთან და შეთანხმებასაც ხელს შეუშლის. რატომ არ ესმის საფოსტო გადაზიდვების ბაზრის არც ერთ მოთამაშეს, არც UPS, არც TNT-ს და DHL-ს მთავრობის კეთილის რახვები და რაში ხედავს მათ საქართველოს პოსტა, ამას ახლა ამ კომპანიის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე
და ნათია კუტივაძე გამჭირობა საქართველოსთან გვეთქვენ მოგესალმებით ორივეს. მოდი დავიწყოთ ჯერ კრიტიკით, ანუ რა არის ის კრიტიკული დამოკიდებულება, რასაც ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცდილი იმაში, რომ დაინახოს მსგავსი მომენტები ამბობს და ეს არის მიუკერძოებელი და შემდეგ მოვისმენოთ საქართველოს პოსტის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი პირიქით არის. გისმენთ ნათია. მოგესალმებით აკაკი, მივესალმები მაყურებელს. მინდა აღვნიშნო, რომ საფოსტო კავშირის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით იწვევს ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების რეჟიმის შემოტანას საფოსტო და საამანათო გზავნილების ბაზარზე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით ეს ბაზარი არის ლიბერალიზებული. ამ ტიპის სახელმწიფო რეგულირების შემოტანა არ არის შესაბამისობაში როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან და ამავე დროს ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ ამაში, იმიტომ რომ თქვათ ერთ-ერთ თქვათ მოტივად რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა ამ მიმართულებით წასულიყო დასახელდა რომ აი თქვათ ევროპის კანონმდებლობასთან სინქრონიზაცია მოითხოვს აი ამ ნაბიჯის გადადგმას, რომ ჩვენ ყავდეს, რა ვიცი. ესე იგი სურს დავაზუსტო, რომ ასოცირების ხელშეკრულება ცალსახად ითვალისწინებს საფოსტო და საამანათო კავშირების ბაზარზე ლიბერალიზაციის პრინციპების დამკვიდრებას. ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ლიცენზირების რეჟიმის, იგივე სახელმწიფო რეგულირების არსებობას, მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების სეგმენტზე, რაც როგორც მოგეხსენებათ, არის ქვეყნის მოსახლეობისათვის საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე წვდომა. კანონპროექტით კი იმის ნაცვლად, რომ ეს ორი სეგმენტი ყოფილიყო გამიჯნული, ანუ ეგრეთ წოდებული უნივერსალური საბაზისო მომსახურების პაკეტი და ბაზრის დარჩენილი სეგმენტი, რომელიც მათ შორის მოიცავს წერილები, ღია ბარათების გაგზავნას. დიახ, რომელიც მოიცავს მათ შორის სწრაფი გადაზიდვების, კურიერული მომსახურების სერვისს, ექცევა ერთიანი რეგულირების ქვეშ, შესაბამისად სახელმწიფო რეგულირება გავრცელდება ბაზრის მთელ სეგმენტზე და ამდენად შემოდის ასევე ფასების სახელმწიფო რეგულირების რეჟიმიც, რაც არ არის თავსებადი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პლუს ამას გაიჟღერა, რომ აი 30 კილოგრამამდე ტვირთ ამონათები არის ექსკლუზიურად საქართველოს პოსტის მომსახურების არეალში ექცევა, ესეა თუ არა. დიახ, ამასთანავე კანონპროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის კილოგრამამდე ამონათების სამინისტროში ამ თემაზე, სადაც ქონდათ საშუალება, რომ აი ეს არგუმენტები წარგედგინა და რა საით მიდის საქმე. ესე იგი, როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, ოთხშაბათ ჩვენმა ორგანიზაციამ აი ამ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს მიუძღვნა პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ დაგვიკავშირდნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოისურვეს ჩვენთან შეხვედრა და ჩვენი შენიშვნების დეტალურად გავლა. ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან შედგა ეს შეხვედრა, წარმოვადგინეთ ჩვენი წინადადებები და ასევე ის წინააღმდეგობები დავუსაბუთეთ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელსაც კანონპროექტი გათვალისწინებული რეგულაციები იწვევდა როგორც ქართულ კანონმდებლობასთან, ასევე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და მოხდა შეჯერება ჩვენი წინადადებების დიდი ნაწილიზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მაშინვე გაგვიცხადეს თანხმობა, რომ მოხდებოდა ჩვენი წინადადებების ასახვა. რა მოხდა? ანუ რა თქვეს იმის პასუხად, რომ აი რა თქვა, რატო აღმოჩნდა ამ კანონპროექტში ისინი ისეთი პუნქტები, რაც თქვენ დაუსვით როგორც პრობლემური და მაშინვე დაეთანხმნენ, რატომ ვერ ხედავდნენ აქამდე? ესე იგი, კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე ჩვენ არ ყოფილვართ ჩართული, შესაბამისად, როგორ მოხდა ეს დებულებები კანონპროექტში, ეს ინფორმაცია ჩვენს ორგანიზაციას არ გააჩნია. ჩვენ გავაკეთეთ ექსპერტიზა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი შენიშვნები და ეს შეუთავსებლობების და წინააღმდეგობების შესახებ ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ეკონომიკის სამინისტროს მივაწოდეთ ეს წინადადებები, მათი მხრიდან იყო თანხმობა და პრობლემა, რაც არის მონოპოლისტის შექმნა ბაზარზე არ მოხსნილა, ხომ? თქვათ ეს 30 კილოგრამამდე ექსკლუზივის გადაცემა ძალაში რჩება. ესე იგი, დავაზუსტებ, შეთანხმება მოხდა იმაზე, რომ მკვეთრად გაიმიჯნება, ისევე როგორც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ბაზრის უნივერსალური მომსახურების სეგმენტი, ანუ მოსახლეობისათვის საბაზისო საფოსტო გზავნილებზე წვდომის სეგმენტი და ბაზრის დანარჩენი
ჩვენი სეგმენტი, რეგულირება გავრცელდება უნივერსალური მომსახურების სეგმენტზე, ხოლო ბაზრის დანარჩენი სეგმენტი დარჩება ლიბერალიზებული, ისევე როგორც არის დღეს. ამავე დროს კანონპროექტით გათვალისწინებული ავტორიზაციის რეჟიმის შესაბამისობაში მოვა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციის არსთან. რთული გასაგებია ჩვეულებრივ მაყურებს გითხარით პირდაპირ პრობლემა მონოპოლისტის შექმნისა რჩება თუ არა დღის წესრიგში. დიახ, ეს პრობლემა კვლავ რჩება. შეთანხმება არ მოხერხდა 30 კილოგრამამდე ამანათებზე ექსკლუზივის მინიჭებაზე საქართველოს ფოსტისათვის, რაც ცალსახად მიგვაჩნია, რომ იწვევს თავისუფალი კონკურენციის რღვევას ბაზრის ამ სეგმენტზე. დიდი მადლობა. მოვისმინოთ ახლა ფოსტის ბატონ ლევანის დამოკიდებულება ამ საკითხებთან. რატომ მიიჩნევთ, რომ ეს არის კარგი გნებავთ ქვეყნის ეკონომიკისთვის, გნებავთ მომხმარებლისთვის, თუ კი აი საქართველოს ფოსტა ჩამოყალიბდა როგორც ექსკლუზიური განმახორციელებელი, აი თქვათ 30 კილოგრამამდე ამანათების მიწოდების და შესაბამისად ამ სეგმენტში გაახდა მონოპოლიზმი. მოგესალმებით, მადლობ მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, როდესაც საუბრობთ ბიზნესის ამ სეგმენტზე, რომელსაც საფოსტო ბიზნესი ქვია და საუბრობთ ისეთ იმ ხელა კომპანიაზე, როგორც არის საქართველოს ფოსტა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება და არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ფოსტას წინა სიუჟეტთან დაკავშირებით და იმ ჰედლაინებთან, სადაც ვახსენებთ მონოპოლის, შემდეგ ამ თემაზე კილოგრამი წერილობითი კორესპონდენცია არსად არ წერია ამ კანონპროექტში. მე ქალბატონ ნათიასთან წინა შეხვედრის შემდეგ ეხლა ძალიან მიგვის რომ კიდევ იმაზე ეწერა თავის დროზე ეს ციფრები არასდროს არ წერია 2 კილოგრამი ეს არის მსოფლიო საფოსტო კონვენციით განსაზღვრული რომელსაც არასოდეს არ ეწერა 2 კილოგრამი და არც 2 კილოგრამ ნახევარი კორესპონდენცია 30 კილოგრამი დღესაც წერია, თუმცა როცა ზუსტად ჩავწვდებით არს რას ნიშნავს ამანათის მნიშვნელობა და 30 კილოგრამი პირდაპირ გეუბნებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე თვითონ თანახმავარ 30 კილოგრამი არ ეწეროს დღეს. აი ამ შეიძლება ძალიან მიჭირს სადამდე ხართ მზართო თქვა ბოდიშ გიხდით დავასრულებ საერთაშორისო კანონმდებლობასთან არანაირად შეუსაბამობაში არ მოდის და ქალბატონი ნათიასაც წინა შეხვედრისას ძალიან კონსტრუქციული შეხვედრის დროს ქალბატონი ნათია ძალიან კარგი სპეციალისტია და მხოლოდ არ იცნობდა რამდენიმე პუნქტს ასოცირებული ხელშეკრულებისა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საფოსტო საქმიანობაში ლიბერალიზაცია გადადებულია 5 წლით, ანუ უნდა დაიწყოს ეს პროცესი და დასრულდეს 2019 წელს, ისევე როგორც მოხდა ყველა სხვა ქვეყანაში. ანუ ეხლა ევროპაში მაშინ 30 კილოგრამამდე ამანათების იგივე TNT დაგისვათ 2000 ევროპაში რომელიმე ქვეყანა შეგვიძლია დაგვისახელოთ 30 კილოგრამამდე ამანათის გაგზავნისას ვალდებულება არის რომ სარეზერვო მომსახურებად რას განუსაზღვრავს იგივე ბიზნესიდან ამანათი ეს არის საფოსტო პროდუქტი. მოდით ეხლა პრობლემა რაშიც არის ის რომ ამანათი და კომერციული ტვირთი გვერევა ერთმანეთში არავინ არავის არ უკრძალავს 0 გრამიდან ნებისმიერ მაღალ ტონამდე კომერციული ტვირთის გადაადგილებას. აქ საუბარია ამანათზე. ამანათის შემთხვევაში მონაწილე უნდა იყოს საფოსტო ოპერატორი. სწორედ ამას თავაზობს ეს კანონპროექტი ყველა ბაზარზე მსურველ მონაწილეს რომ რეგისტრაცია გაიაროს. როცა ეს ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში ლიცენზირებასთან არის დაკავშირებული, აქ გამარტივებულ რეგისტრაციას თავაზობს. ძალიან ლოიალურია და ლიბერალურია ეს კანონპროექტი ამ მიმართულებით. ეს მე მგონი უკვე გასაგები გახდა ამ კომპანიებისთვის, თუმცა კიდევ ვიმეორებ ის სამივე კომპანია, ვინც დღეს იყო წარმოდგენილი, არც ერთს არ აქვს წაკითხული კანონპროექტი და ძალიან ჭირს მათთან ურთიერთობა. ერთადერთია ქალბატონი ნათია, ვისთანაც შეიძლება ამაზე საუბარი. არ ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი არანაირად ასოცირებულ ხელშეკრულებას. ესე იგი მინდა დავაზუსტო, რომ ესე იგი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ბაზრის ლიბერალიზაციას. ევროკავშირთან 5 წლიანი გარდამავალი პერიოდი ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის არ მოიცავს იმას, რომ ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც დღეისათვის არის ლიბერალიზებული და თანხვედრილი ევროკავშირთან, გაუარესდნენ ამ 5 წლის განმავლობაში, ანუ ჩვენ უკან გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკური რეფორმების შემდეგ და 5 წლის შემდეგ ისევ დავიწყოთ აი ამ კანონმდებლობასთან მიახლოება, რომელიც დღეისათვის უკვე გარკვეულ დონეზე ქართული კანონმდებლობა თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მინდა გითხრათ, რომ ლიბერალიზებული ბაზრის, როგორიც არის დღეს საფოსტო და საამანათო კავშირების ბაზარი, ლიბერალიზებულ ბაზრის
ბაზარზე. სახელმწიფო რეგულირების შემოტანა ცალსახად ნიშნავს ბაზრის რერეგულაციას. ანუ უკან გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური რეფორმების სახელმწიფოს მხრიდან და ყველა ქვეყანაში რეგულირდება ბაზარზე სახელმწიფო რეგულირების შემოტანას ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ განუმარტეთ ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროსთვის გასაგები გახდა, რომ რეგულირება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ უნივერსალური მომსახურების სეგმენტზე და ასეთივე რეგულირება არ შეიძლება არსებობდეს ბაზრის დანარჩენ სეგმენტზე. ეს არ არის თავსებადი ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთანაც. ამიტომ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გაიმიჯნა ამ ორი სექტორის რეგულირება. კილოგრამამდე ამანათი ეს არის უნივერსალური ვალდებულება, ბატონო აკაკი. ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ჩვენი ჩარევის შემდეგ. მანამდე იყო სახელმწიფო რეგულირება ბაზრის სრულ სეგმენტზე. არასოდეს არ ყოფილა 1995 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო ვალდებულება აიღო რატიფიცირების შემდეგ, სოფლიო საფოსტო კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობას შესაბამისობაში არ მოსულა კი არა, საერთოდ კანონი არ მიღებულა. ამიტომ შეიძლება თქვა დარეზერვება ამ 20 კილოგრამს. სარეზერვო არ ეწინააღმდეგება ყველა ქვეყანაში ეს ბატონო აკაკი. ამერიკაში ლიბერალიზაცია არ დაწყებულა, იაპონიაში არ დაწყებულა. პრეცედენტი არ არსებობს 30 კილოგრამამდე არეალის დარეზერვებას. არა გვაქვს არანაირი ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში ანალოგებით ვისარგებლოთ ხალხოთონათია. იყო 100 გრამამდე კორესპონდენცია. 100 გრამამდე კორესპონდენცია. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ფინანსურად გერმანიაში 100 გრამამდე კორესპონდენცია და ამანათი საქართველოში. ძალიან თოთ. როგორც ჩანს თქვენ აქ ვერ შეთანხმდებით ეს არა მაქვს სადაო არაფერი ქალბატონათიასთან ერთადერთი ადამიანია ვისთანაც შეიძლება თვითონ კითხვას ერთ კითხვას დაგისვამთ ორივეს და ჯერ ბატონმა ლევანმა გვიპასუხოს შემდეგ ბოლოს ქალბატონათიამ თუ კი ეს კანონპროექტი მიიღო და გავიდა ბოლომდე რომელიც ბატონ ლევანს მოწონს ქალბატონათიას არ მოწონს მომხმარებლისთვის თქვენი თითოეულის გადმოსახედიდან რა შეიცვლება ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ და საბოლოო ჯამში ეს მომხმარებელია ხო მომხმარებელისთვის არის ეს უნივერსალური მომსახურება 192 ქვეყანის შეთანხმება უნივერსალურ მომსახურებაზე სწორედ მომსახურების რას მოგცემთ რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი იყოს იაფი რა თქმა უნდა ყველაზე იაფი ფასები დღეს აქვს საქართველოს პოსტას ყველაზე იაფ ხარისხი თქვენ ატყობთ რომ საგზნობლად გაუმჯობეს და თქვენ აწყობთ როგორ აღმავლობის გზაზეა და ეს დარტყმები და შემოტევები სწორედ აქედან არის გამოვლენილი. ხედავთ ალბათ ქალაქში ახალ გარემონტებულ სერვის ცენტრებს, რენოვაცია და ახალი ტექნოლოგიების სრულად შეესაბამება ყველა ახალი პროდუქტის დანერგვას. წინ მიდის ეს კომპანია და სწორედ ამის შედეგია, რომ ზოგიერთი ამ შემთხვევაში იცით რა არის მე ესეთი რამდენიმე შენობა დავინახე ძალიან მესიამონა, შევედი შიგნით და შიგნი არაფერი არ იყო შეცვლილი. ზუსტად ისეთივეა. გარედან კი ბატონო. არა, რას გულისხმობთ? შიგნით არის მთლიანად შეცვლილი. არ ვიცი თქვენ სარემონტო სამუშაოს დროს თუ შებძანდით, არაფერი არ შეფუთულა. არა, ლამინატი იყო დაგებული. შიგნით არის, არ არის ლამინატი არსად დაგებული, უკეთესი. ჭავჭავაძის გამზირზე. ჭავჭავაძის გამზირზე არ გაკეთებულა რენოვაცია, ეს არის ძველი, რაც იყო დარჩენილი. ჭავჭავაძის გამზირზე ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში საფოსტო სერვის ცენტრი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეხლა სხვაგან თუ ხართ ნაყოფი, ნახავთ რა მდგომარეობაში იყო და მიბრძანდით დღეს ვაჟაბშაველაზე, მიბრძანდით ტეკინზე, მიბრძანდით გორგასალი, მიბრძანდით თემკა. დაახლოებით თუ შეგიძლიათ, მესმის რომ ეს რთულია, მაგრამ დაახლოებით რამდენად დაიკლებს ფასები და ბატონო აკაკი, ან ქვეყნები ამ უნივერსალური ვალდებულების შესრულებისას ერთმანეთში ანგარიშ სწორებისას ერთმანეთს უნაზღაურებენ 70 თეთრს ჩვენს ვალუტაზე. ანუ ავსტრალიიდან მიიღებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ სხვა ქვეყნიდან ის ქვეყანა აგინაზღაურებს იმაში რომ მიიტანო ეს წერილი ახმეტაში, მიიტანო ხულოში, წალენჯიხაში, ამაში 70 თეთრს ყველა ქვეყანას ამის დასაკომპენსირებლად აქვს გამონახული სარეზერვო მომსახურება. ახლა ფასებს შევეხეთ. ფასები იყო ერთ-ერთი არგუმენტი კერძო საკურიერო კომპანიებისა, კერძოდ ის, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა წერილის გაგზავნა, თქვათ, შტატიდან შტატში 59 ცენტამდე ჭდება, ხოლო საქართველოს პოსტით მხოლოდ თბილისში თორსები 5-დან 10 ლარამდე გაჩნდება. ღია ბარათის გაგზავნა დღეს ღირს 1 ლარი. 1 ლარი. წერილობითი კორესპონდენციის 2 ლარი. ეს არის საქართველოს პოსტის ფასები. 1 ლარზე დაბალი ფასები არც ერთ კომპანიას არ აქვს.
დიახ, გისმენთ კალკულატორი. მადლობა, მინდა სასახად აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში თუ შენარჩუნდება ექსკლუზიური მომსახურების არეალად 30 კილოგრამამდე ამანათებზე გადაზიდვის უფლებამოსილება საქართველოს პოსტის მხრიდან, ეს იქნება ძალსახად შეზღუდვა თავისუფალი კონკურენციის ბაზარზე. ეს მომხმარებელ შეუზღუდავს, რა თქმა უნდა, არჩევანს და როგორც ვიცით, საბაზრო ეკონომიკის პრინციპია თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა იწვევს ფასებზე ზეწოლას და შესაბამისად აუარესებს მომხმარებლის არჩევანს და შესაბამისად ზრდის ფასებსაც. ამდენად აღნიშნული პრობლემა გამოითქვა აგრეთვე გადამზიდავი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გამოთქვეს იმის შიში, რომ აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ბიუროკრატიული ბარიერების ძალას შესვლის შემთხვევაში ისინი საქართველოს იძულებით დატოვებდნენ. არავინ არ დატოვებს, მომეცით საშუალება ამ თემაზე ვისაუბრო. არავინ არ დატოვებს კანონპროექტით გათვალისწინებული ექსკლუზიური უფლებამოსილების არეალის საერთაშორისო პრაქტიკასთან დახვედრაში, რომელიც ისტორიის მანძილზე არ ყოფილა 100 გრამზე მეტი წონის კორესპონდენციებზე. ჩვენ შემოგვაქვს 30 კილოგრამამდე 100 გრამის შემთხვევაში შეიძლება მონოპოლია დავარქვათ, არ არის 100 გრამი არ ზღუდავს ბაზარს. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო კონკურენციის პოლიტიკა ანსხვავებს კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდავ პრაქტიკას და კონკურენციის არსებითად შემზღუდავ პრაქტიკას. ჩვენ შეგვიძლია სიამოვნებით თქვენთან მოხლების მიხედვით გავიარო. არის მიჩნეული 100 გრამამდე ექსკლუზივი. ხოლო კონკურენციის აბსოლუტურ შეზღუდვას იწვევს 30 კილოგრამამდე ტვირთის დაწესება. ტვირთზე გადაზიდვების დაწესება. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ 30 კილოგრამს თქვენ თუ გააუქმებთ, რჩება შემოუსაზღვრელი ამანათების ბაზარი, რაც იგივე არსებითად შეზღუდვა რჩება. ეს არის უბრალოდ ფორმალური მიდგომა ამ საკითხის საქმის არის ცნობა. ეხლა ბოლომდე წნუნდება მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად არის ცნობილი ევროკავშირის რეგულაციები და შესაბამისად ლიბერალიზაციის პრინციპები. მადლობთ, ანუ ფოსტა აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფასები დაიკლებს, იმიტომ რომ აღარ იქნება თქვა სხვა არჩევანი, ხოლო თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ არ იქნება არჩევანი, ეს არ ნიშნავს ფასების კლებას, პირიქით ეს ნიშნავს ფასების ზრდას. ჩვენ კი მის გაგვდაგვრჩენია დავალოთ მოვლენებს, მათ შორის გავა თუ არა ეს კანონპროექტი და შემდეგ რას მივიღებთ შედეგად. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს და წინა მწვავე დისკუსიის შემდეგ რომ დამშვიდეთ, მოდით სოფლად გადავინაცვლოთ, სადაც ბიზნესი მით უფრო ძლიერია, რაც მეტი ფერმერია, მასში ჩართული ძალა ერთობაშია და კიდევ ცოდნაში ამ პრინციპით ზემო ნიქოში ფერმერული კოოპერატივი იქნება უშუალოდ რუსული მავთულხლართების გასწვრივ. ეს ინამყნება ივნისში, აგვისტოშიც, ეს არის საცდელი, ანუ რაფორმით იჯდება კვირტი, ხეში მწვანე კვირტი. გიორგი მჭედლიძე ამერიკიდან მშობლიურ სოფელში 1 წლის წინ დაბრუნდა. ზემო ნიქოზი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ამჟამად ბუფერული ზონაა, თუმცა საოკუპაციო ზოლთან არათუ ცხოვრება ბიზნესიც კი დაიწყო. დავიბადე ამ სოფელში, გავიზარდე, დავამთავრე ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლა, ეს ქართული სკოლაა. 2009-ში წავედი მე ამერიკაში, დავიწყე, ჩემი ოცნება იყო ყოფილიყავი ჩამოყალიბებული გლეხი, მესწავლა ახალი ტექნოლოგიები, შემომეტანა საქართველოში. დავიწყე კალიფორნიაში სწავლა, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში ამის კეთება. როგორც ხედავთ, საქართველოს პირველად ხია გრუნტზე გამოიყვანე კომერციული ენერგი, კაკლის, ჩანდლერის ჯიშში მოვიტანეთ. ეს ახდებოდა საქართველოში, ნამყნობა ეს ფაჩპადინგით, ნამყნით კაკალს, ასევე შემოვიტანეთ ნუშის 6 სახეობა. გლეხები სწორად მიუდგებიან საკითხს, ანუ გააშენებენ იმას, რასაც მარტივად გაყიდიან, რაზეც მოთხოვნა ამ სოფლიო ბაზარზე და ეშველება ქვეყანას. 2 ჰექტარზე გაშენებული სანერგე შემოდგომით ბაზარზე 60,000-მდე ენერგიის გატანას გეგმავს. როგორც გიორგი ამბობს, მოთხოვნა ძალიან დიდია. 2017 წლამდე შეკვეთები უკვე წინასწარ აქვს მიღებული. კაკლის ნაყოფი ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად არის გათვლილი, რაც შეეხება ნუშს, ის საექსპორტო პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნაც და ფასიც ყოველწლიურად იზრდება. ჩანდლერის ჯიში ეს ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ჯიშად. მოსავლიანობით, ნაადრევ ასაკში მოიარობით, მისი ჰექტარული მოსავლიანობა 8 ტონა შეადგენს. გამოსავლიანობა აქვს 51%, ახასიათებს თხელნაჭუჭობა, თეთრნებალიანობა. ნუში საქართველოში ენდემურია და მარტივად ხარობს, თითქმის ყველა რეგიონში. ჰექტარული მოსავლიანობა ნუშის დაუშვათ ნომპარელი, მონტერეი, კარმელის 1 ჰექტარზე შეადგენს მიახლოებით 4.5 და რა თქმა უნდა შედარებით ცოტა მეტიც ეს მე საშუალოს ვამბობ. გამოსავლიანობა აქვს 71%.
სანერგე დაინტერესებულ მებაღეებს კონსულტაციებს უწევს და ნერგის მსხმოიარობამდე მიყვანა შეეხმარება. ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად გიორგიმ სოფელში 10 წევრიანი კოოპერატივით შექმნა და სიმძლავრის გაზრდას აპირებს. აგვიხსნა, გვითხრა, გვასწავლე ესეთი რამე ხდება, ეს ახალი ჯიშის ეს კაკლები და ნუშები, მალე 60 წელიწადში მსხმოიარეები და კარგი გამოსავლიანია, როგორც რა. დავიწყეთ რამოდენიმე მეგობრებმა, რა თქმა უნდა, გაკეთება, ჩარგვა, თან გვასწავლი და თან სწავლობდი, თან კიდე ესე ვაკეთებდი. კოოპერატივის სტატუსი ფერმერებს ყველა შესაძლო გადასახადის განათავისუფლებს და სახელმწიფო სუბსიდიასაც პირდება. ამის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში კოოპერატივების რიცხვის სწრაფ ზრდას ელიან. დღეს მდგომარეობით ჩვენ რეგისტრაციები დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ, უკვე 26 არის რეგისტრირებული და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ამ მოლოდინში, იმისა რომ უახლოეს პერიოდში მიენიჭოთ მას სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. მოლოდინი არის საკმაოდ დიდი, ენთუზიაზმი არის მაღალი. ლიდერობს ამ ეტაპისათვის შიდა ქართლის რეგიონი, სადაც უკვე 6 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი გვაქვს წარმოდგენილი, ყავს წარმოდგენილი, ამათ მოყვება მცხეთამთიანეთი, სადაც უკვე 5 კოოპერატივია, კახეთი ასევე და ასე შემდგომ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს დღეებში კიდევ 40-მდე კოოპერატივისათვის აპირებს სტატუსის მინიჭებას. ნიქოზის კოოპერატივი კი გაფართოებას და საქართველოს ნუშის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას გეგმავს. და აკაკი, რადგანაც ხვალ აღდგომა, მოდი გადაცემაც ამ ნოტაზე დავასრულოთ. ნახოთ, როგორ ახერხებს თვით დასაქმებას უმუშევარი რესტავრატორი, რომელიც აღდგომოს სანთლებს ასხამს, თავსაც ირჩენს და სხვებსაც იმედს აძლევს. აღდგომის დღესასწაულისთვის გიორგი დონაძე საგანგებოდ ემზადება. ხელნაკეთის სანთლები ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ დღეებში იყიდება, ამიტომაც მარაგი შექმნა აუცილებელია. პროფესიით მხატვარ რესტავრატორია და დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ობიექტების რესტავრირებაზე მუშაობდა. ბოლო 2 წელია საკუთარი მცირე ბიზნესით წამოიწყო. რელიგიური თემატიკის სუვენირებს და სანთლებს ამზადებს. ამბობს, რომ თავდაპირველად გაუჭირდა, თუმცა ბაზრის სპეციფიკას ალღო უკვე აუღო. ცოტა კი არ კარგი ბრძოლაა საერთოდ რომ მოაწესრიგო ეს, მაგრამ უნდა მიაწერ ქემით, ესეთი ის გამოვიმუშავე. არაფერი არ მოითაკილო და რაც შეიძლება წვიმა წახვიდე ადამიანი. ეს როგორც მაგალითია სხვა შემთვის ისე მეც მინდა რომ მაგალითი იყოს სხვისთვის, რომ თქვა გაიარა, უნდა დაიღალო კიდე. კარგად უნდა დაიღალო, მოკლედ რა ვთქვა რა. გიორგი დიზაინერიც თავადაა, ოსტატიც და დისტრიბუტორიც. საკუთარი ხელით დამზადებული ნაკეთობებით ძირითადად საეკლესიო მაღაზიებს და ტაძრებს ამარაგებს. სადღესასწაულო დღეებში კი შეკვეთებს კერძო კომპანიებისგანაც იღებს. მიიჩნევს, რომ მისმა ძალისხმევამ ამ ეტაპზე გაამართლა და შედეგიც კარგი აქვს. მე თვითონ დამარხ და არ იმავშები, თავიდან ცოტა გამიჭირდა ეტარება გასაღებას პრობლემა იცით, რომ თუ ბაზრის მოპოვება ძალიან რთულია და ავდექი და ხან ბაზრობებზე, ხან ლილოში, ხან ვაგზალზე ესე და რო შევატყვი რაღაც შეიძლება ადამიანის ფსიქოლოგიით და რაღაც მიწოდების ის შეიმუშაო. ასე ღვთისმსახურებით უკვე დღეს რაღაც 2 კაპი კი არის ჩემს საქმეში. და ამ ეტაპზე აღდგომისთვის კარგად მიდის ახლა საქმე. გიორგი სამომავლოდ საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამბობს, რომ მაღაზიის დახლების შევსება არ გაუჭირდება, რადგან ქვის მხატვრული დამუშავებიდან დაწყებული, ხის ავეჯით დამთავრებული ყველაფრის დამზადება შეუძლია. მთავარია ადგილის სწორად შეარჩიოს და საბანკო სესხის პრობლემაც მოაგვაროს. დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ. თუ მოიცლით, გვეწვიეთ Facebook-საც, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.